ასე მოედინება წყალი თამაზ ტეტუნაშვილის ონკანში, რომელიც მრავალსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე ცხოვრობს. პირველ სართულს რო წყალი არ აქვს, მერვე სართულს საიდან იქნება და ვითხოვ დროს გამრიცხვილიანო გაგვიკეთონ და წყალი მოგვიყვანონ. სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას და ინდივიდუალურ გამრიცხვალიანებას ითხოვს ამ ქუჩაზე ორივე კორპუსის მოსახლეობა. აქ მცხოვრებლებს წყლის საფასურის გადახდა სულადობის მიხედვით უწევთ, თუმცა ასე გადახდაზე აბონენტები უარს აცხადებენ. გვეუბნებიან გადაიხადეთ ფული, არ გადავიხდით, იმიტომ არ გადავიხდით, რომ წყლის ქვითრით არ გადავიხდით, თორე წყლის ფულს ვიხდი, იმიტომ რომ მე მატორი მყავს, მაქვს დაყენებული და ბატონო მის ქირას ვიხდი. ეს ბინა რო აშენდა, დააერთეს ეს ბინა იმაზე. მაშინაც არ მოდიოდა ჩვენამდე წყალი, მაგრამ ქალაქის ჰქონდა საქაჩი ჰქონდა დადგმული და საათობით ჰქონდა წყალი. ეხლა არც საათობით არა გვაქვს, საერთოდ არ ამოდის მაღლა სართულებზე წყალი. წყალკანალის უფროსი ვინც არის, ვიყავით იმასთან. გითხრა რომ ჩვენი გასაჭირი უთხარით იმად გითხრეს რომ რახან ჩვენ ბალანსი არ არის ჩვენის მაშინ ვეცდებით რომ გავაკეთოთ ახალი ტრასა საიდან გააკეთებენ ეგ უკვე მათი პრობლემაა გადავიხდით მე იმ გადასახადს ეს არის ის ცენტრალური მილი, საიდანაც სოფელ ლიკანის მოსახლეობას სასმელი წყალი მიეწოდება. იმის გამო, რომ მილები ნიადაგში არ არის მოთავსებული, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში ხშირად იყინება წყალი. მოსახლეობამ გაყინული მილების გალღობა რამდენჯერმე სცადა, თუმცა უშედეგოდ. ყველაფერთან ერთად აქ კიდევ ერთი პრობლემაა. წყალი, რომელიც ამ მილების საშუალებით სოფელ ლიკანის მოსახლეობას მიეწოდება, ფილტრაციას არ გადის. კრანში გაიჭედა წყალი, არ მოდიოდა და მოხსნეს ის ვინტილი და გამოიყენეს მკვდარი ბაყაყში კიდე. აუზი არის მიწისპირად, გადაუხურავია, ჩადის შიგ ფოთოლი, წიწვი. თქვენ მოგეხსენებათ მე იხსნება ეს და სასმელად უვარგისია. წყალმომარაგების კომპანიის ბორჯომის სერვის ცენტრისთვის ეს პრობლემა ნაცნობია. მათი განცხადებით, აღნიშნული წყლის ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაციის ხარჯები წელს გათვალისწინებული არ არის. შეაშენა რაღაც 20 მეტრი შევცვალეთ, მაგრამ ეს არის ვაჟის წვეთი. 4 კილომეტრი მაგისტრალია შესასვლელი, რომელსაც ჭირდება სერიოზული პროექტის შედგენა და შემდეგ ტენდერის გამოცხადება შემოვლობისთვის. წელს იგეგმება ბორჯომში წაღვეdes და ლიკანის ეგრეთ წოდებული ვერცესპერის ტერიტორიის რეაბილიტაცია. იმედია მომავალ წლიდან ჩასვავენ. შეიძლება მუნიციპალიტეტმა მიიღოს მონაწილეობა და შეძლოს რაღაცი დოზით გაკეთება. ჩვენ გულისხმობთ სისტემის რეაბილიტაციას არა, მხოლოდ სათავე ნაგებობის და იმ მაგისტრალის რეაბილიტაციას, რომ თქვათ ეს დაზიანებული მონაკვეთი აღდგეს და ეს დებეტი გაიზარდოს, ასე ვთქვათ და მიეწოდოს ნორმალურად მოსახლეობას ეს წყალი. და დროებით რა სამუშაოები ჩატარდება, რომ დროებით მაინც ამას უკვე საპროექტო სახარჯების დოკუმენტაციის სავსების რეალურია, რომ წელს მოგვარდეს ეს პრობლემა. შევხედოთ პროექტს თანხას და ვნახოთ ამის შემდეგ ვიმშელებ.